მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ისეთი საშუალება ჩვენ არ გქონდა, რომ იტყვიან ახლა დიდი ფულის პატრონი არ ვიყავით. ვიყავით ჩვეულებრივი რიგითი მოსახლე იყო, ვიყავით რა და არ იყო ის საშუალება, რაც სხვებს ჰქონდათ. ამ დროს დაახლოებით 14 წლის ვიყავი, 14 წლის რაღაცა გავაკეთე, ვიღაცამ ფული მაჩუქა. ავდექი და კიდე რაღაცა გავაკეთე, კიდე ფული მაჩუქეს. და გამიჩნდა ინტერესი, რომ მოდი სახში არ არის ის საშუალება და მოდი მე ვიმუშავებ. და ამ ჩემი მუშაობით ფულს ვიშოვე. აი დაიჯერებთ, რომ 14 წლის რო ვიყავი, აი ამ წუთამდე მე სულ ვმუშაობ. ჩემი ოცნება იყო შემდეგ უკვე რო გავიზარდე, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენი წლის ხართ? 19-ის. 19-ის ხო ხარ? აი უყურეთ. 19 წლის ბიჭს ცოლი მყავდა და ძალიან ძვირფასი მაღაზია მქონდა. სადაც უკვე 20 წლის ავტომობილებსაც ვყიდით. ეს რაიონში, ეს იყო სენაკში. სენაკში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე, იქ ვმუშაობდი რაღაც პერიოდი და მერე გადმოვედი თბილისში. აი წარმოიდგინე 20 წლის, 21 წლის მთელი სამეგრელო მიცნობდა და მთელი იმერეთი, რომ მე მაშინაც მანქანავს ვყიდით. აი იქიდან დავიწყე და ინტერესი გამიშთა და მერე ფულს რო შოულობ, მეტი შოვნა გინდა და დღემდე მოვედი როგორ. არავინ არასდროს არ მომიტყუებია, მთავარი არასდროს არავინ არ უნდა მოვატყუო. დღემდე მოვედი ნდობით. უნდა გენდობოდნენ, ტყუილი არასდროს არ უნდა თქვა. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო თქვენი ტოლი რო ვიყავი კი არა ცოტა უფრო პატარა, როცა ფიზიკურად ვმუშაობდი, რომ ოდესმე დადგება ის დრო, რომ გელა ბარკალაიას ერთი პატარა კაბინეტი ექნება. და ერთი ბენზონ კალონკასე რო ვეძახით, ხო იცით? და აქ ერთ დღეს მივედით, პატარა რო ვიყავი. მეზობელს გავყევი სადღაც და ბენზინს ასხამდა. და კაცი იჯდა, პატარა კაბინეტი ჰქონდა და თხოვე რომ შეიძლება მეთქი შენ სავარძელში დავждე. და ერთი სურათი გადავიღო მეთქი. კიო ბიზიაო მითხრა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი რამ, რომ მე პატარა მაგიდაზე დავჯექი და ვითომ კაბინეტში ვზივარ. ამანაც ძალიან დიდი მოტივი მომცა და